მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ალბათ ყველას გვაინტერესებს. ძილზე. ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ეს არის სასწაულმოქმედი ელექსირი, მეორე მხრივ კი რომ ამ თემის გარშემო ზედმეტი პანიკაა შექმნილი. მოდით ერთად გავერკვეთ, სად გადის ზღვარი სიმართლესა და აჟიოტაჟს შორის. დავიწყოთ იმ დიდი დაპირებით, არა? იმ იდეით, რომ ძილი არის ერთგვარი ჯადოსნური აბი, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველაფერი მოაგვაროს ჩვენს ცხოვრებაში. ჯანმრთელობიდან დაწყებული, გონებრივი შესაძლებლობებით დამწავრებული. მაგრამ მოიცერწუდით, რა ხდება მონეტის მეორე მხარეს? ხო არ ვიქმნით საკუთარ თავს ახალ სტრესს, რაღაც ძილის შფოთვას, როცა გამუდმებით ვნერვიობთ იმაზე, რომ იდეალურ 8 საათს ვერ უძინებთ. მოკლედ, ჩვენი მისია დღეს მარტივია. ერთად გავარღიოთ ეს ინფორმაციული ხმაური და გავიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში კარგი ძილი თითეული ჩვენგანისთვის. კარგი, მოდით დავიწყოთ იმ კაცით, რომელმაც ძილის თემა ფაქტობრივად ყველასთვის აქტუალური გახადა. გულისხმობ მეთიუ ვოლკერს და მის ციკლს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. გიკი, სწორად გაიგეთ. წარმოიდგინეთ, გახართ თედის უზარმაზარ სცენაზე და პირველი, რასაც ამბობთ, ეს ფრაზა ეფექტურია, არა? ნამდვილად იპყრობს ყურადღებას, მაგრამ ამის უკან საკმაოდ სერიოზული არგუმენტი დგას. და აი აქ უკვე საქმე სერიოზულდება. ვოლკერი ამტკიცებს, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ღამეში მხოლოდ 5 საათის ძინავთ, მნიშვნელოვნად უფრო პატარა სათესლე ჯირკვლები აქვთ მათთან შედარებით, ვისაც 7 ან მეტი საათის ძინავს. საკმაოდ შოკის მონგრეული განცხადებაა და მეთანხმებით. და საქმე მხოლოდ ზომას არ ეხება, ხომ ხვდებით? ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება მამაკაცი ტესტოსტერონის დონის მიხედვით ფაქტობრივად 10 წლით დააბეროს. ანუ შენ უბრალოდ აჩქარებ საკუთარი თავის დაბერების პროცესს. კარგი, ეს რაც შეეხება სხეულს, მაგრამ რა ხდება ტვინში? ვოლკერს ამისთვის ძალიან კარგი ანალოგია აქვს. ის ძილს ჩვენი ტვინის შენახვის ღილაკს უწოდებს. ანუ დღის განმავლობაში რაღაც ახალს სწავლობ, ღამით კი ძილი ამ ინფორმაციას ამყარებს და ინახავს. 40%. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვს ერთი წამით. ვოლკერის კვლევის მიხედვით, თუ საკმარისად არ გეძინათ თქვენი ტვინის უნარი, რომ ახალი ინფორმაცია შეითვისოს, თითქმის განახევრებულია. და იმისთვის, რომ ეს 40% რეალურ ცხოვრებაში წარმოვიდგინოთ, თავად ვოლკერი ამბობს. ეს არის განსხვავება იმას შორის, ბავშვი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს თუ საშინლად ჩააფლავებს. აი ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ უოლკერის არგუმენტები ტვინით არ სრულდება. ის ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს ჩუმ ეპიდემიასთან, რომელიც ჩვენს მთლიან ფიზიკურ ჯანმრთელობას უტევს. აი შეხედეთ ამას. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაცემია. საათის გადაწევის ექსპერიმენტი. გაზაფხულზე, როცა სულ რაღაც 1 საათს ვკარგავთ, გულის შეტევების რიცხვი 24%-ით იზრდება. შემოდგომაზე კი, როცა ამ საათს ვიბრუნებთ, 21%-ით იკლებს. წარმოგიდგენიათ, სულ რაღაც 1 საათი და რა უდიდესი მყისიელი ეფექტი აქვს ჩვენს გულზე. და აი ეს მონაცემი მართლა საშიშია. -70%. ეს არის თქვენი სხეულის კიბოსთან მებრძოლი, ბუნებრივი მკვლელი უჯრედების აქტიობის კლება მხოლოდ 1 უძილო ღამის შემდეგ. ეს უჯრედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ხაზია. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ამას მხოლოდ ვოლკერი არ ამბობს. თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღამის ცვლაში მუშაობა სავარაუდო კანცეროგენად აღიარა. მიზეზი? ზუსტად ის, რომ ეს ძილის რეჟიმს არღვევს. და ბოლოს, ვოლკერი ყველაფერს აგვირგვინებს ყველაზე პირდაპირი და შემაშფოთებელი დასკვნით. რაც უფრო ცოტა გძინავთ, მით უფრო ხანმოკლეა თქვენი სიცოცხლე. ამაზე პირდაპირ ალბათ ვეღარ იტყვი. კარგი, ანუ საქმე გარკვეულია, არა? იძინე მეტი, იცოცხლე დიდხანს. მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე, რადგან ამ დროს სცენაზე გამოდის მკვლევარი ალექსეი გუზე და აქვეყნებს ესეს, სადაც ამბობს, რომ ვოლკერის წიგნი ციტატა მოყავს. სავსეა მეცნიერული და ფაქტობრივი შეცდომებით. მაშ, რა ჭანდაბა ხდება? ვეს უნდა დაუჯეროთ. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო და დამაბნეველი ნაწილი. მოდი დავისპირისპირების კონკრეტული მაგალითი ვნახოთ. ვოლკერი თავის ციკლში წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს 8 საათიან ძილს. გუზეის პასუხი? ეს უბრალოდ ტყუილია. ჯანმოს ასეთი კონკრეტული რეკომენდაცია არასდროს გაუწია. ეს უზარმაზარი ბრალდებაა, არა უბრალოდ ინტერპრეტაციის შეცდომა, არამედ ფაქტობრივი უზუსტობა. და აქ კრიტიკა ფაქტების გადამოწმებას ცდება. გუზეის მსგავსი კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთელი ეს საშიში საუბრები კიბოსა და ადრეულ სიკვდილზე სინამდვილეში ქმნის ძილის შფოთვას. ანუ სტრესს იმის გამო, რომ ვერ იძინებ, რაც პარადოქსულად კიდევ უფრო ართულებს დაძინებას. და ეს მიგვიყვანს გუზეის მთავარ არგუმენტამდე. ის ამბობს, რომ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ფაქტობრივად წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის. სხვა სიტყვებით, არ არსებობს რაღაც ჯადოსნური რიცხვი, რომელიც ყველასთვის მუშაობს. მეცნიერება ამ ეტაპზე უბრალოდ არ არის. კარგი, მაშ, სად ვართ ახლა? ამ ორ გიგანტურ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას შორის მოვექცით. რა უნდა ვქნათ ჩვენ რიგითმა ადამიანებმა?
მოდით, ვცადოთ და პრაქტიკული გამოსავალი ვიპოვოთ. კარგი, მოდით ერთი წუთით დავივიწყოთ დებატები. აი, რაზე თანხმდება ექსპერტების უმეტესობა? პირველი, ფოკუსირდით რეგულარობაზე და არასრულყოფილებაზე. ეცადეთ დაწვეთ და ადგეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. მეორე, შეინარჩუნეთ სიგრილე საძინებელში. დაახლოებით 18 გრადუსი იდეალურია. მესამე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაარღვიეთ შფოთვის ციკლი. თუ ვერ იძინებთ, ნუ იწვალებთ საწოლში. ადექით ცოტა ხნით. და ბოლოს გთხოვთ, ნუ ახვევით პანიკას 8 საათიან წესზე. თანმიმდევრულობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ჯადოსნური რიცხვის მიღწევა. და ბოლოს გვინდა დაგისვათ ერთი საბოლოო კითხვა, რომელიც პირადად თქვენ გეხებათ. მთელი ეს 8 საათიანი წესის ამბავი რეალურად დაგეხმარათ თუ უბრალოდ სტრესის კიდევ ერთი წყარო გახდა თქვენს ცხოვრებაში? ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს თქვენი ისტორია. დაგვიტოვეთ კომენტარი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ჩაუღრმავდით ამ რთულ თემას.